უპირველეს ყოვლისა, რა თქმა უნდა მიუსამძიმროთ და სოლიდარობა გამოვუცხადოთ აზერბაიჯანს, იმიტომ რომ საერთოდ არაპროვოცირებული თავდასხმა იყო. არანაირი ადეკვატური, რაციონალური განმარტება ნახიჩევანის დაბომბვას არ აქვს, რა თქმა უნდა. ირანი მკაფიოდ უარყოფს ეს ამ ეტაპზე ვიცით, მაგრამ აზერბაიჯანი ძალიან კრიტიკულია, მკაფიოდ და მწვავე განცხადებებს აკეთებს და გამოძიებას იწყებს. რა თქმა უნდა უარყოფს, იმიტომ რომ სხვა გზა არც აქვს პრინციპში. ჩვენ დაზუსტებით ჯერ არ ვიცით, რა ტიპის თავდასხმა იყო, თუ დრონები იყო, კიდე თეორიულად შეიძლება დავუშვათ. როგორც ამ ეტაპზე არსებობს არსებული ინფორმაციით კი, მაგრამ მაინც დაზუსტებული ინფორმაცია ჯერ აზერბაიჯანს არ გაავრცელებია. თუ დრონები არის, კიდევ შეიძლება რაღაცაზე ვივარაუდოთ, რომ იქნებ ვიღაცა სხვა ან რომელიმე დანაყოფთან დაკარგა თეირანმა კავშირი და ვეღარ გასცა ის ბრძანება და მათ თავისი ნებით რაღაცა გააკეთეს. თუ ეს იყო ბალისტიკური რაკეტა, ამ შემთხვევაში საერთოდ საუბარი ზედმეტი არის იმაზე, რომ ეს არ იყო ირანი და რაღაცა სხვა ძალა იყო. ნებისმიერ შემთხვევაში ეს იყო არაპროვოცირებული თავდასხმა. აზერბაიჯანი არ მონაწილეობს სამხედრო კამპანიაში, აზერბაიჯანს არ დაუთმია საკუთარი ასაფრენი ბილიკები და ავიაბაზები, შესაბამისად მასზე თავდასხმა ყველანაირად, ყველა საერთაშორისო სამართლით ესაც მკაფიოდ გაიმეორეს, რომ ოპერაციაში ირანის წინააღმდეგ არ ერთვებიან და არ ჩაერთვებიან. კი, რა თქმა უნდა, ამის საჭიროებაც არ არის, იმიტომ რომ თუ შევხედავთ გეოგრაფიას, შეერთებულ შტატებს აქვს არაერთი სამხედრო ბაზა სამხრეთით, კატარში არის უზარმაზარი ამერიკული სამხედრო საავიაციო დანაყოფი, რომელიც თავის ამოცანებს შესანიშნავად ასრულებს. ასე რომ არანაირი საჭიროებაც არ არის. გააჩნია რა თქმა უნდა რომელ სცენარზე მივალთ, მაგრამ ამ ეტაპზე, სანამ შეერთებული შტატები არიან ამ ოპერაციის პირველ და მეორე ფაზაში, რაც გულისხმობს პირველი ფაზა გულისხმობს. მინდა ამაზეც ვილაპარაკოთ, როგორ ხედავთ ამ ფაზებს. არა, ამას რა თქმა უნდა, არა მარტო მე ვხედავ, თვითონ ჰექსეთმაც დაადასტურა ეგ ფაზა. პირველი ფაზა იყო ირანის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების განადგურება, რაც ნებისმიერი კონფლიქტის დროს არის ამერიკული დოქტრინის ნაწილი, ისინი უნდა იყვნენ დომინანტურები საჰაერო სისტემაში. მოუშიშვლოს ცა. რა თქმა უნდა, ამით შემდეგ არის უკვე მეორე ტალღა, რომელიც მიზნად ისახავს სამხედრო ინფრასტრუქტურის განადგურებას და ამ სამხედრო ინფრასტრუქტურაში შედის როგორც შენობები, უშუალოდ ყაზარმები, რომ გავამარტივოთ, ასევე სამხედრო წარმოება. იმიტომ რომ სამხედრო წარმოება თავიდანვე შეერთებული შტატების და ისრაელის მიერ იყო დასახელებული როგორც მთავარი სამიზნე. რატომ? იმიტომ რომ ირანი ლიდერების ლიკვიდაცია, დეკაპიტაცია, როგორც ამბობენ, ასევე იყო პირველი ფაზის შემადგენელი ნაწილი. რა თქმა უნდა, ეს არის პირველი ნაწილი ამ ფაზის, რომ მაქსიმალურად გაურთულონ ირანს, ამ რეჟიმს საკუთარი სამხედრო დანაყოფების მართვა და შესაბამისად წინააღმდეგობის გაწევა. ეს იყო პირველი ფაზა. მეორე ფაზა არის უკვე განადგურება სამხედრო სამრეწველო პოტენციალის და კონკრეტული ლოკაციების, მაგალითად გუშაქთა კორპუსის ყაზარმებზე საუბარი და მათ შტაბ-ბინებზე, სხვა დანაყოფების ჩვეულებრივი ჯარის ფლოტი, ჩვენ ხედავთ რომ შეერთებულ შტატებმა საერთოდ შრი-ლანკასთან ჩაძირეს ირანული ხომალდი და ეს არის უკვე მეორე ფაზა და მესამე ფაზა როგორი იქნება, ამაზე ცოტა სპეკულაციები შეიძლება, პრინციპში ორი ძირითადი სცენარი არის. პირველი სცენარი არის ის, რომ შეერთებული შტატები ეცდებიან, რომ ყველანაირად თავი მოკვეთონ რეჟიმის ხელმძღვანელობას, რათა შემდეგ უკვე თავად ირანელმა ხალხმა შეძლოს აიათოლებისადმი წინააღმდეგობის გაწევა. საჰაერო თავდასხმებით რამდენად შესაძლებელია ეს? თითქოს ძალიან ბევრი სკეპტიკური პოზიცია წავიკითხე ამ თემაზე, რომ საჰაერო თავდასხმა პირიქით ეს თქვათ ბომბი როცა გაცვივა თავზე, აი ვინც აგდებს ამ ბომბს, იმის მიმართ ლოიალური ვერ ხდები და ამ დროს პირიქით რაღაცნაირად აკავშირებს ქვეყნის შიგნით ეს თუნდაც ბევრისთვის მიუღებელ რეჟიმთან, აი სხვა ტიპის გავლენა აქვს, საპირისპირო რეაქციას იწვევს, თუ ამოცანა არის ასევე რეჟიმის ცვლილება. დიახ, ამას ეძახიან დროშის ირგვლივ გაერთიანება, როდესაც ხდება გარე ძალის თავდასხმა, თუმცა ირანის შემთხვევაში იმდენად უკმაყოფილო იყო ხალხი ამ რეჟიმით, რაც ჩვენ დავინახეთ იანვრის გამოსვლების დროს, ჩვენ დავინახეთ წინა დაბომბვის დროს, დროშის ირგვლივ გაერთიანების ეფექტი რომც იყოს, იქნება ძალიან მოკლევადიანი და წესიდარიგით არ უნდა იყოს მდგრადი და მედიკი. შესაბამისად, შეიძლება რაღაცა მცირე პროცენტით კი გამოიწვიოს, მაგრამ საბოლოო ჯამში რეჟიმმა
იმდენი დანაშაული ჩაიდინა, იმდენად კაცი ჭამია რეჟიმი იყო ეგ თავისი ბუნებით, რომ დაბომბვაც კი ვერ გამოიწვევს მოსახლეობის გაერთიანებას ამ რეჟიმის გადასარჩენად. ამ ყველაფერს ემატება კიდევ მეორე სცენარი, რომელზეც ჩვენ არ გვისაუბრია ჯერ. პირველი სცენარი თუ არის რეჟიმის აღმოფხრა და მისი ჩანაცვლება, მე არ მგონი ხა დემოკრატიული რეჟიმით, იმიტომ რომ ჯერ შეუძლებელი იქნება, მაგრამ შიდა ალბათ მეტნაკლებად ადეკვატური ფიგურა. აი ეს სიტყვა მომწონს, იმიტომ რომ ადეკვატურობა ამ შემთხვევაში არის პრინციპულად მნიშვნელოვანი, როგორც ეს მაგალითად მოხდა სირიის შემთხვევაში, საცალშა რაც არ არის ახლა დემოკრატიის ანგელოზი, რა თქმა უნდა, მაგრამ რეჟიმი გაცილებით უფრო ადეკვატურია, ვიდრე ბაშარ ასადის ასეთივე კაცჭამია რეჟიმი. ვენესუელაც ალბათ უფრო იგივე სისტემა, იგივე ვერტიკალია ორი ადამიანის გამოკლებით, მაგრამ თქვათ მეტად მე ვენესუელას მაგალითს განგებ არ მოვიყვანე, იმიტომ რომ გაცილებით უფრო მეტი დეტალი განსხვავდება. ირანს და სირიას გაცილებით უფრო მეტი საერთო აქვს, ვიდრე ირანს და ვენესუელას, ბუნებრივია და აქაც ჩვენ ხედავთ, რომ თუ ვენესუელაში იყო ქირურგიული ჩარევა, მადუროს გატაცება და მხოლოდ მისი უსაფრთხოების დანაყოფის ლიკვიდაცია ირანის და სირიის შემთხვევაში საერთოდ ჩვენ ვნახეთ რომ სამოქალაქო ომი დაიწყო სირიაში და შემდეგ უკვე თურქეთმა შეასრულა ერთგვარი გადამრჩენელის როლი ბოლო მომენტში და ასაც მოუწია მოსკოვში გაქცევა. მიახლოებით ეს სცენარი შეიძლება განვითარდეს ირანშიც. იმ შემთხვევაში თუ შეერთებული შტატები ვერ მიაღწევენ რეჟიმის ცვლილებას და შედარებით უფრო ადეკვატური რეჟიმის ჩანაცვლებას, ამ შემთხვევაში როგორც ჩანს, ირანში იქნება საკმაოდ გრძელვადიანი სამოქალაქო ომი, მოხდება ირანის სირიიზაცია, როდესაც სხვადასხვა დაჯგუფებები, სხვადასხვა ფრაქციები დაიწყებენ ერთმანეთში დაპირისპირებას და ირანის ბუნებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, ირანის დემოგრაფიის გათვალისწინებით ეს იქნება საკმაოდ გრძელვადიანი ქაოსი მის ტერიტორიაზე, რომელიც პრინციპში გამოიწვევს იმას, რომ ირანი ვერასდროს ვერ შექმნის ატომურ იარაღს, რადგან ერთმანეთში დაპირისპირებით იქნება დაკავებული და დასუსტებული ცენტრალური ხელისუფლების არ მქონე ირანის მიერ ატომური იარაღის შექმნა, რა თქმა უნდა, მაგიდან ავტომატურად გაქრება. კი ბატონო, ახლა ასევე საერთაშორისო გამოხმაურება არის საინტერესო, სხვადასხვაგვარია პოზიციები, რასაც მოჰყვა ასევე შეერთებული შტატების პრეზიდენტის კრიტიკული დამოკიდებულება, იქ ესპანეთის მიმართ, ბრიტანეთის მიმართ, სხვა პოზიცია აქვს საფრანგეთს, რომელმაც ვთქვათ, რაღაც მეტის უფლების მიცემაზე საუბრობს მაკრონი, შეერთებული შტატების სამხედრო თვალსაზრისით შტატებისთვის. აი ამ მხრივ როგორ ლაგდება ევროპული პოზიციები? ერთიანი ევროპული პოზიცია ამ თემასთან დაკავშირებით არ არსებობს სამწუხაროდ, თუმცა ჩვენ ხედავთ, რომ გაერთიანებული სამეფოს თავდაპირველი პოზიციის მიუხედავად მათ შეიცვალეს პოზიცია და დაართესნება მას შემდეგ, რაც ირანმა ესროლა რაკეტები გაერთიანებული სამეფოს სამხედრო ბაზებს კვიპროსზე. მეორე არის გერმანია და საფრანგეთი, რომლებიც პრინციპში ერთიანად მოქმედებენ ამ შემთხვევაში. გერმანიას არ გააჩნია სამხედრო ბაზები გერმანიის გარეთ, მაგრამ სამაგიეროდ გერმანიას გააჩნია ძალიან დიდი წონა ევროკავშირის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. ბრიტანეთი ამბობს, რომ კვიპროსში ბრიტანულ ბაზებს ვთქვათ, არაფერი არ გამოყენებულა ირანის წინააღმდეგ. ანუ ამ ბაზების გამოყენების შესაძლებლობაზე არ არის ლაპარაკი დღეს კი ჯერჯერობით, ყოველ შემთხვევაში, სავარაუდოდ ეს შეიცვლება, ამას ემატება, რომ ბრიტანეთს აქვს კიდევ მეორე ბაზა დიეგო გარსია ჩაგოსის არქიპელაგზე, რომელიც გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი არის შეერთებული შტატებისთვის, იმიტომ რომ ამცირებს ირანამდე მისასვლელ მანძილს. რაც შეეხება საფრანგეთს, საფრანგეთი უნდა განვიხილოთ ცოტა უფრო ფართო კონტექსტში, იმიტომ რომ ჯერ კიდევ სულ რაღაც გუშინ წინ, თუ გუშინ, მაკრონმა შეცვალა საფრანგეთის ბირთვული დოქტრინა, რომლის მიხედვითაც ჩვენ აღარ გვეცოდინება, კი, რამდენი ბირთვული ქობინი, რამდენი ბირთვული შეიარაღება ექნება საფრანგეთს. ეს არის მნიშვნელოვანი ცვლილება და აქაც ამას ემატება კიდევ პოლონეთი და გერმანია, როგორც ჩანს, საუბარი არის საერთო ევროპული ბირთვული ფარის შექმნაზე, რომელიც შეიქმნება უკვე ფრანგულ ტექნოლოგიებზე დაყრდნობით, იმიტომ რომ საფრანგეთს ჯერ კიდევ დეგოლიდან მოყოლებული აქვს სრულიად საკუთარი დამოუკიდებელი ბირთვული პროგრამა, დამოუკიდებელი როგორც შეერთებული შტატებისგან, ასევე გაერთიანებული სამეფოსგან. ამიტომ არის მნიშვნელოვანი განვიხილოთ ეს ყველაფერი ერთიან კონტექსტში.
პოლონეთის პოზიცია არის, რა თქმა უნდა, შეერთებული შტატების მხარდაჭერა, თუმცა პოლონეთი საკმაოდ დაკავებული არის თავისი საზღვრით ბელარუსთან, უკრაინასთან. ესპანეთის პოზიცია იქცა ყველაზე, ვთქვათ, კრიტიკის თემად შტატების მხრიდან და განსხვავებულად, რომელმაც არ დაუჭირა არც ერთი ფორმით, არც რიტორიკის დონეზე, არც საერთაშორისო სამართლის თან თქვა ამოვარდნილი უწოდა და არც ბუნებრივია, არც სხვა შესაძლებლობები. ნამდვილად სანჩესის მთავრობასა და ტრამპს შორის საკმაოდ დიდი ხანია არსებობს დიდი უკმაყოფილება. ეს არის ნაწილობრივ იდეოლოგიური, ფუნდამენტური განსხვავებები, რომელიც მათ აქვს. სანჩესი არის სოციალისტი, ტრამპი არის მემარჯვენე და ზოგადად ესპანეთის პოზიციები მუდმივად იყო ერთგვარი წინააღმდეგობის გაწევა ტრამპისადმი, მაგალითად ნატო როდესაც შეთანხმდა საკუთარი თავდაცვის ბიუჯეტის გაზრდაზე, ესპანეთი იყო ერთ-ერთი სახელმწიფო, რომელმაც იუარა ამ პროცენტში მონაწილეობა. თუმცა სანჩესის პოზიციები ესპანეთის შიგნით მაინც ძალიან მყარი არ არის და ასევე ჩვენ ძალიან კარგად ვხედავთ, რომ სხვა ევროპული ქვეყნებისგან მისი პოზიციონირება განსხვავდება. და თან მიუხედავად ამ რიტორიკული დაპირისპირებისა, ჩვენ დავინახეთ ესპანური ხომალდები კვიპროსის მახლობლად, რომლებიც დაიცავენ ევროკავშირის საერთო ტერიტორიას. საბერძნეთის ფლოტთან ერთად. კი ბატონო, ასევე საინტერესოა ყურის ქვეყნებზე ეს თავდასხმები, ეს არის რაღაცა შოკური პასუხი ირანის მხრიდან, თუ ეს შეიძლება იყოს გაძლიერდეს და ამ მხრივ რაღაცა გასცდეს გეოგრაფია ამ ომის ირანს და რეგიონულ ომად იქცეს. მე არ ვთვლი, რომ ეს იყო შემთხვევითობა. ირანი ემზადებოდა ამ კონფლიქტისთვის, ეს აშკარა არის. მისი სტრატეგია არის 12 დღიანი ოპერაციის შემდეგ. სხვათა შორის იმ ოპერაციის დროს ის თითქმის არ განძრეულა, რაღაც ბევრად სუსტად გამოიყურებოდა ვიდრე დღეს, არა? მე არ ვიტყოდი, იმიტომ რომ 12 დღიანი ომის პერიოდში ისრაელმა და შეერთებულ შტატებმა სერიოზული ზიანი მიაყენეს ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებს, შესაბამისად, მათი აღდგენა ასეთ მოკლე პერიოდში ფიზიკურად იყო შეუძლებელი. რაც შეეხება რაკეტებს, ირანი გამოიყურებოდა სუსტად, თქვა, 12 დღიანი დარტყმების დროს, როცა ფორდოზე და ნათანზე მიიტანა შეერთებული შტატებმა და ისრაელმა. თითქოს არანაირი საპასუხო მოქმედება არ ქონია. იმიტომ რომ ეს იყო გაცილებით უფრო მცირე მასშტაბის შეტევა, როგორც შეერთებული შტატების, ასევე ისრაელის მხრიდან. ამიტომ ეს იყო უფრო შეზღუდული, მე ვიტყოდი, თავისი ბუნებით. ახლანდელი შეტევა არის გაცილებით უფრო მსხვილმასშტაბური და ჩვენ ძალიან კარგად ვხედავთ ამას, ამიტომაც ირანმა გამოიყენა მთელი თავისი მარაგები, რომელიც მაშინ არ დახარჯეს. ახლა უკვე ჩვენ ვხედავთ, რომ სამიზნე არის არა ორი კონკრეტული ობიექტი, ბირთვული შეიარაღების, არამედ რეჟიმი. 40 მაღალჩინოსანი იყო მოკლული პირველივე თავდასხმის შედეგად. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ამაზე უკვე ირანი ცდილობს, რომ მაქსიმალური ზიანი მიაყენოს საკუთარ მოწინააღმდეგეებს. თუმცა აქ ის უნდა ვთქვათ, რომ ირანის შესაძლებლობები არის მკვეთრად შემცირებული. პირველი ფაზის შემდეგ, როგორც ვთქვით, იყო მეორე ფაზა და მეორე ფაზის მთავარი მიზანი იყო ყველა გამშვები წერტილის, ყველა ადგილი, საიდანაც რაკეტა ან დრონების მარაგი შეიძლება ყოფილიყო, ამ ადგილების განადგურება და შესაბამისად ჩვენ ხედავთ, რომ ახლა უკვე ირანის თავდასხმები შემცირდა მიახლოებით 80%-ით. კი ბატონო, ეს კიდევ ფაზებს რომ დავუბრუნდეთ, სამხედრო და ბირთვული შესაძლებლობების განულება ან მაქსიმალურად, ვთქვათ, დაბალ ნიშნულზე დაყვანა და რეჟიმის ცვლილება თუ ეს შესაძლებელი იქნება ასევე შიდა რყევების გამოწვევა და ამ მხრივ შიდა აუდიტორიისთვის რაღაც სტიმულის მიცემა. ეს იქნება მთელი ამ ოპერაციის მაქსიმუმი. მე მგონია, რომ ამერიკელებს აქვს სამი ერთგვარი მიზანი, პროგრამა მაქსიმუმი და პროგრამა მინიმუმი. პროგრამა მინიმუმი არის ირანის იმდენად დასუსტება, რომ უახლოეს 10 წლეულებში მან ვეღარასდროს ვერ მოახერხოს ბირთვული იარაღის შექმნაზე გაფიქრებაც კი. ეს არის მინიმალური ამოცანა, რომელიც ჩვენ ხედავთ, რომ პრინციპში უკვე ნაწილობრივ ახლაც შესრულდა. პროგრამა მაქსიმუმი არის, რა თქმა უნდა, რეჟიმის ცვლილება. თუმცა ვნახოთ, რამდენად მოახერხებენ ამის მიღწევას. ჩვენ დავინახეთ, რომ ირანში იყო უზარმაზარი გამოსვლები, რომელიც სისხლში ჩაახშეს. ამიტომ სულ ახლახანს კი, ამიტომ იმის მოუდინი
თუ რამდენად მოახერხებს ოპოზიცია ისევ კონსოლიდაციას და ხალხის გამოყვანას ქუჩებში, ნუ ამას ჩვენ დავინახავთ უახლოეს პერიოდში. რა თქმა უნდა, სანამ აქტიურად იბომბება ირანი, ეს ნაკლებად მოსალოდნელია, თუმცა მე არ გამოურიცხავ, რომ ერთ დღეს ჩვენ დავინახავთ თვითფრინავს, რომელზეც ფეხლები არის რომელზეც იმყოფება ფეხლები და რომელიც ჩაფრინდება თეირანში. ტრამპმა დიდი პერსპექტივა არ მისცა ამ ტრიპს. თუმცა არც უარყო და ჩვენ დავინახავთ. რომ ვიღაც შიგნიდან ეს ანუ აი აქ უკვე ვენესუელური სცენარი არის, როდესაც ვიღაცა შიგნიდან შედარებით უფრო რეფორმატორი, ირანულ ტერმინოლოგიაში ასე ეძახიან შედარებით ლიბერალურ ფლანგს, მოახერხებს ძალაუფლების ხელში აღებას. თუმცა არც გამოურიცხავს ის ვარაუდი, რომ შეიძლება ფეხლები დაბრუნდეს და ის გახდეს ირანის ხელმძღვანელი. თუ ჩვენ შევხედავთ ირანული ოპოზიციის სტრუქტურას, ერთადერთი ადამიანი, რომელმაც მოახერხა საკუთარი მხარდაჭერების დამენეჯმენტება, ასე ვთქვათ, და მათი გადაქცევა რეალურ ძალად და რომლის სახელს ყვიროდნენ ადამიანები, რომლებიც ქუჩაში იყვნენ თეირანში და სხვა ქალაქებში, იყო ფეხლები. დიდი მადლობა. მადლობა გიორგი მელაშვილი, ევროპულ-ქართული ინსტიტუტის დამფუძნებელი. მადლობა მაყურებელს, ჩვენ ორ შაბათს შევხვდებით ერთმანეთს პოლიტიკურ ამბებში. ნახვამდის.